გამარჯობა, საქართველოს პირველი არხის ეთერშია ბიზნეს პარტნიორი, მე ნიკა მუკბანიანი ვარ და გიყვებით თქვენთვის მნიშვნელობას. შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციამ და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა 2020 წლის წარმატებული კომპანიები გამოავლინა. გამარჯვებულთა შორისაა საქართველოს პირველი არხი, რომელიც მიმდინარე წლის ერთ-ერთ ლიდერ ორგანიზაციად დასახელდა. რა კრიტერიუმებით ხდება საერთაშორისო ჯილდოზე კომპანიების წარდგენა და როგორ ხდება მათი შეფასება? საქართველოს პირველი არხი წლის ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა. წლის ლიდერი, ასე ქვია ჯილდოს, რომელსაც შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირი ყოველწლიურად წარმატებულ კომპანიებს გადასცემს. ნებისმიერი გამარჯვება არის დამატებითი мотиваცია ჩვენი ორგანიზაციისთვის. საქართველოს პირველი არხი ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ განვითარდეს მცირე ბიზნესი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სტარტაპებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ ვართ ძალიან სწრაფად მზარდი ორგანიზაცია. ეს არის ძალიან ხილული, პირველ რიგში ჩვენი მაყურებლისთვის. ამიტომ ეს ჯილდო ალბათ პირველ რიგში მაყურებელსაც ეკუთვნის. მნიშვნელოვანია განათლების სფეროს ესეთი ყურადღების მიქცევა, რადგან ვფიქრობ მომავალი თაობის აღზრდა და კარგი ხარისხის განათლების მიღება ნამდვილად გასაღებია ყველა იმ პრობლემის გადაჭრის, რაც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არსებობს, რადგან ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფრენსის ბეკონმა თქვა, ძალა განათლებაშია. არსებული პროექტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ჩართული კერძო სექტორის წახალისებასა და საქართველოში ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი ჯილდო არის საერთაშორისო, გარდა იმისა, რომ კომპანია იღებს სტატუსს და აღიარებას, მაგის იქით ძალიან დიდი ბენეფიტები მაქვს კომპანიებისათვის, ელემენტარულად ბიზნეს კავშირები და მრავალი სხვა. საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა. 2017 წლიდან კი საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციაა.